მოკლედ გუშინ ეს მონიშნული აი ეს ბიჯი ო ვფიქრობდი რომ ეს აქ ჩამოვიდოდა და მე წავიდოდა ზემთ ეგეთი რაღაც იაკეთა მაგრამ ეს იქი როგორ თებია დღეს ეს რა გუშინ ოჩ ახლა ხა 4 საათი მინდოდა რომ ეს აიბია იყო რა გაკეთე ახლა გუშინ სადა აგერ ხო აი ეს იყო მქონი საათიანი და 14 საათიანი რა საათიანი და 14 საათიანი ახლა რა ხდება აი მაშინ ჩამოსვლას ვებოდებოდი აი მოვდებოდი აქედან მგველანგი რა ანუ და მე შეთარგეთ ეს ალბათ ხედავთ რაღაც გაკეთანი ის რა ამოდები ჩამოვიდა ანუ ფიჭიში ვიყავით აი მიქცე ხო ერე მაგრამ ის არ უყურებდი თავიდან უყურებდი ენქიუს და გადავედი 5 წუთიანს 5 წუთიანზე რა ხდებოდა პაპა მაგი ეს დადისრესპექტებული ხომ მაგრამ აი ამ ჰაილონი მაინც ვადოდებოდი იმიტომ რომ აქ ქონდა ესემტი ეს უნდა ამას აღებული და ეს ეგლოუები არა უღია იყო failure swing-ი იყო იქ ესე და მაგის გამო გავხსენინი ლონგი ეს ამაზე SMT ქონდა ამებზეც SMT ქონდა გადავალ განახი ამებზე SMT ანუ აქედან უკვე ამაზე SMT რო გაიგეთა აი რატო შევიდი იმიტომ რომ იდეაში აქედან უნდა შემეძლო შეწოდიყავ ну ფაქტორს არ ემთხვეოდა და ჩემს ეტაპში არ შედიოდა ეგ ეს მომსად თან მარკეტზე ის დროს მოვიდი რომ აი ამ სანთელს გეთებდა უკვე რა ეს რომ მონიშნოთ ზუსტად აფერქოთ რაც ეხება რა ეს ამ ვიქის ეს არის 4.50 3.49 ლოუ გაიგეთა 3.48-ზე ну აფერქოთ რაც გაიგეთა ლოუ და რეტრეისმენტ კომანდ ამას პლუს ну ეს ორდებლოკია და ამას პლუს NQ-ზე მოსული ხო და ამას უნდა მეთქვა და მოვიწყდა ხო NQ-ზე სეტები აქვს ხო კონტუციანი ეფექტი ქონდა აქ რატევი გემრიელი манипуляция გაკეთებული იყო უკვე იმაზე რა ქვია NQ-ზე ამასთან ერთად არის ის ინვერჟენი რაც მაღალგეთობიანია ეს ახლა დავინახე ამას ხო, ამებს ესენტი და ვათარგეთებდი ჯერ ამას, ეს ხო ჩემი პირველი თარგეთი. ეს ჩემი მეორე თარგეთი. და მესამე თარგეთს რანერი დავტოვე, აი აქ. ну all time high-ზე რა. ეს თარგეთი აიღო, მე გადავიდე იქიდან 1 წუთიანზე. მაინტერესებდა ეს რა ხდება თქო. ხდება ხა აქ. აქ ქონდა ესენტი, манипуляция ქონდა და ამაზე ესენტი ქონდა და displacement და market structure shift. ну აქ შეიძლებოდა სადღაც აი თქვა აქ ალონგო, იმიტომ რომ 46 წუთია და ანუ მაგ დროს საგადასტრო მარკეტი შეიძლება შეცვლა. მაგრამ ანუ ამ პერიოდში მოვედი. არც შევედი და არც ვენდი ამას რა. იდეაში კარგი ენტრი იქნებოდა ეს. მეგონა რომ მაინც აქამდე ჩამოვიდოდა. მაგრამ ეს რომ ბრეიქი დატოვა, უფრო მეტი კონფირმაცია მქონდა რომ ბასზე ვიწავიდოდი.
ეს манипуляციები ქონდა აქ, ესენი მოხსენით FPG შევიდა წუთიანზე და აქ ქონდა retracement. ჩამოვიდი ის გამჩავს გავლება აღარც უნდა მგონი ის გამჩამოვით. ამის აღებას იდეაში არ უნდა აიღო, მაგრამ მაინც ახლა ჩამოვიდა ვფიქრობდი შეიძლება აიღოს თქო, მაგრამ არა უყია. მერე ნუ აქ ჩემი ეთრით სადაც ამაყო არ არის. შევედი აი აი ამ ადგილას შევედი სადაც აი FPG-ზე მივიდა შესვლა. და რო დავაწექი უკვე მაღლა იყო ფასი, ნუ რას ვიზავთ, არაფერი. შევედი მანდ. აი აი ხო მგონი. ხო. ეს და სტოპი დავაყენე აქ. მეკონა და take profit მქონდა აი აქ. მაგრამ უფრო ზევით ჩავხსენ. ეხლა რა მქონდა აქ აღებული? Standard deviation. აი აქედან აღებული. რატო? აქ იდეაში უნდა ყოფილიყო манипуляция, ეს ნექილი იყო манипуляция და ეგრე აღნიშნება მეთქი манипуляция. ანუ ეს ლოგო იყო манипуляция, მაგრამ აი სამხარიდან იყო, ამ ხარიდან ამოვიდა ეს ლოგო უნდა იყო ამ ხარიდან ამოვიდა, აქ აღნიშნე minus deviation-ზე, ნუ იდეაში აქ გამოვიდი. მეორე ფარშალი ავიღე აქ ამ ადგილას და მე ერთი კონტრაქტი ავტოვე აქამდე და ანუ არ ავიდა აქ და მინუსოს ეს მაგალითად მინუსოზე უბრალოდ დავიდა манипуляция ქონდა ამისი და წამოვიდა დაბლა იგივე მარკეტი. მოიზიაში ეს რაღაც სასწაული ტრეიდი არ იყო, მაგრამ ჩემთვის ეს კაი ტრეიდია რა. უბრალოდ აქ ერთი შეცდომა იყო, რომ S&P ქონდა IQ-ზე და არ იყო მაგითაც მაღალბუთობიანი ამ ჰაიების დათარგეთება. მაგრამ მაინც იერად ფიქრობდი რომ ამებს აიღება რა. იდეაში ეს იერად ფიქრობდი ამას აიღოს, მაგრამ იჩება. მეტი მგონი არაფერი არ აქვს თქო. ვადა აქ ბრეიქინზე დავსტოვდი ხა. სტოპს ვამოძრავდი და ავიტანე სადღაც სტოპი. იყო ახლა ვიტანე გონი FPG-ზე. აი ამაზე ვიტანე და დავუჭირე. აბა გუთერბა